საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით. ჩვენი საუბრის თემაა ვაჟა-ფშაველას უმშვენიერესი ლექსი ჩემი ვედრება. ამ ლექსში პოეტი წარმოგვიდგება ღვთისადმი მავედრებლად. საერთოდ ვაჟა-ფშაველას შემოქმედება გაჟღენთილი არის ძალიან დიდი სიყვარულით, ღვთისრწმენით და ამ ლექსიდანაც დიდი რწმენა მოიფრქვევა. ეს ლექსი თავისი პათოსით გვაგონებს დავით მეფსალმუნის ფსალმუნებს. სწორედ ამ ფსალმუნებივით არის ესეც სავსე ძალიან დიდი რწმენით, ძალიან დიდი სურვილით, რომ ღმერთი მუდამ ედგას გვერდით და მუდამ შეეწეოდეს. წაგიკითხავთ ამ ლექსს. ღმერთო, მიიღე ვედრება, ეს ჩემი სათხოვარია, არ დამეკარგოს გულიდან მე შენი სახსოვარია. გულს ნუ გამიტეხ ტანჯვაში, მამყოფე შეუდრეკლა და ვხიზლობდე, მუდამ მზად ვიყო დაჩაგრულების მცველადა. ბალახი ვიყო სათიბი, არამწადიან ცელობა, ცხრადვე მამყოფე ისევა, ოღონდ ამშორდეს მგელობა. არ წამიხდინო მეუფევ, ეს ჩემი წმინდა ხელობა. მაშრომე საკეთილოდა, თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი. შვილს საგმოდ არ გამიხადო, ჩემი მუდმივი სამყოფი. გულს ნუ გამიქრობ ლამპარსა, მნათობს ტრფობისა შეშითა. ნუ მავლევ ქვეყანაზე და გაცივებულის ლეშითა. თვალებში მადლ და კარგულსა, შუბლზე გაკრულის მეშითა. ნუ დაუკარგავ ჩემს სატრფოს მადლს, გულზე ცეცხლის მდებელსა. ნუ დაუძვირებ ოცნებას, შენს ხმას სხივ გამომღებელსა. სიცოცხლეთ უღირს ბეჩავსა, ეძახის თავის მხლებელსა. გულს დარდი გამიდიადე, იმ სანეტარო საგანზე. დაწერე ფიქრი ღრმა მწვავე ჩემი გონების საბანზე. გონებას ფიქრის ტანჯავდეს, გულს ცეცხლის წვავდეს ძლიერი. შიოდ მწყუროდეს კეთილი, ვერ გავძღე მოვკვდე მშიერი. ნუ დამასვენებ ნურადროს, მამყოფე შეძრწუნებული, მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებული. როცა გულს ცეცხლი მედება, გონება მსჯელობს საღადა. მაშინ ვარ თავისუფალი, თავს მაშინ ავგრძნობ ლაღადა. ფარავდეს შენი მარჯვენა, კალთა სამოსლის შენისა. სანამ არ მოვა დრო ჟამი, სულ ბოლოს ამოგშენისა. სული შენ ლეში მიწასა, აღარავ გლოვობ ამასა. თევზი წყალს, ცასა ვარსკვლავი, შვილი დედას და მამასა. მართლაც არაჩვეულებრივი ლექსია, უამრავი ფიქრის აღძრელი, ფიქრის ნაკადებს წარმოშობს მკითხველის გონებაში ეს ლექსი. ვაჟა-ფშაველა წერდა, რომ როდესაც ნამდვილად კარგი არის ნაწარმოები და ლექსი, ის მადას აღგიძრავს, რომ მუდმივად წაიკითხო. ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მასში არის წარმოჩენილი უკვდავი ჭეშმარიტება და მშვენიერება. და სწორედ აი ამ უკვდავი ჭეშმარიტებითა და მშვენიერებით არის სავსე ეს ლექსი. ჩვენ არაერთი ლექსი ვიცით ქართული პოეზიიდან, მსგავსი შინაარსისა და თემატიკის. გულისხმობ იმას, რომ პოეტები ღვთის წინაშე სწორედ ლექსად აღავლენენ თავიანთ ვედრებას და ამგვარად წარმოთქვამენ თავიანთ სათხოვარს. უპირველესი წიგნი ჩვენი ვეფხისტყაოსანი რომ გავიხსენოთ, ხომ გახსოვთ რას ევედრება რუსთაველი ღმერთს. ჰე ღმერთო, ერთო შენ შექმენ სახე ყოვლისა ტანისა, შენ დამიფარე ძლევა მეც დათგუნვად მე სატანისა, მომეც მიჯნურთა სურვილის სიკვდიმდე გასატანისა. ესე იგი სიყვარულის დიდ ძალას თხოვს, რათა მან შეძლოს ამ წუთისოფლის გალევა უცოდველად და უმციკლოდ. ან კიდევ რომ გავეხსენოთ ნიკოლოზ ბარათაშვილის ჩემი ლოცვა, რომელშიც პოეტი სთხოვს უფალს, რომ ვნებები დააოკოს მისი და მისცეს ძალა, რომ ცხოვრების ზღვაში უმტკივნეულოდ გასცუროს. აქ თავის თავს პოეტი წარმოაჩენს ამ ლექსში, როგორც ძე შეცდომილს, უძღებს შვილს, რომელიც წავიდა მამის სახლიდან, გაფანტა, გაანიავა მისი ქონება, სიმბოლურად ეს გულისხმობს იმას, რომ მან თავისი რწმენა შეამცირა.
სიყვარული მოაკლდა მის გულს, მაგრამ მას სურს რომ ღმერთმა შეინდოს, აპატიოს, როგორც მშობელმა მამამ და პოეტი ასეც შთამბეჭდავ სტრიქონს წერს ლექსის ბოლოში, მაშა დუმილიც მიმითვალენ შენდამი ლოცვადო. გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძის ლოცვა, რომელშიც პოეტი არაფერს არ თხოვს უფალს გარდა დიდი სიყვარულისა. სთხოვს რომ მტრებისთვისაც კი, რომლებმაც შეიძლება მე გულში ლახვარი ჩამცენ, გთხოვ რომ შეუნდო, არიციან ღმერთო რას აკეთებენო. ეს რა თქმა უნდა გამეორებაა უფლის სიტყვებისა, უფლისა, რომელმაც წარმოთქვა ჯვარზე სწორედ აი ასეთი სიტყვები, რომ შეუნდე არიციან რას აკეთებენო. სახარებისეული სიყვარულით არის გამსჭვალული ეს ლექსი, რომელიც მე წაგიკითხეთ. გიყვარდეს მოყვასი შენი, ქადაგებდა უფალი. არა მხოლოდ მოყვასი სიყვარულს, არამედ მტრის სიყვარულსაც. ილოცეთ თქვენი მაწყევრებისთვისო. რა თქმა უნდა, ეს ადამიანისგან მოითხოვს ძალიან დიდ ძალას, რომ მსგავსი რამ შეძლო, მაგრამ ვაჟა-ფშაველას მთელი შემოქმედება ამ დიდი სიყვარულით არის გამსჭვალული. ვაჟა ქადაგებდა ადამიანის სიყვარულს, მთელი სამყაროს სიყვარულს, რადგან მთელი სამყარო მას წარმოუდგებოდა როგორც ერთი და მთელი. მას ისევე უყვარდა ბუნების ნებისმიერი შვილი, როგორც ადამიანი, ბალახები, ყვავილები, ცა თუ მთები. ის ხედავდა ბუნებაში საოცარ კანონზომიერებას, რომ ხევი მთას მონებდა, მთა ხევს, ყვავილები მიწას, მიწა ყვავილებს, მაგრამ თვითონ კი ამბობდა, რომ დამეხომ ყველას მონავარ პირზე ოფლ გადამდინარე იმას ნიშნავს, რომ ჩემთვის ეს მონობა, ეს სიყვარული არის ძალიან დიდი შრომა. ახლა ამ ლექსის პირველ სტრიქონს ჩავხედოთ, როგორ არის წარმოჩენილი პოეტის სათხოვარი. უფალს თხოვს, რომ არ დამეკარგოს გულიდან მე შენი სახსოვარი. პოეტს უნდა, რომ ღმერთი მუდამ ახსოვდეს. სამწუხაროდ, ცხოვრება სავსე არის უამრავი საზრუნავით და ადამიანი ხშირად ივიწყებს უფალს და თუ უფალს ივიწყებს ადამიანი, მაშინ მას აქვს იმგვარი თავისუფლება, რომელიც ჭეშმარიტ არჩევანს კი არ გულისხმობს სიკეთესა და ბოროტებას შორის, არამედ უზნეობასა და თავხედობას. იმიტომ რომ ადამიანს ერთადერთ სამართლიან გამსჯელად ღმერთი ეგულება და თუ დაკარგავს ის აი ამ რწმენას, რომ ვისაც შეუძლია მისი ცოდვა-მადლის აწონვა ეს არის უფალი, მაშინ მისი გზაც გამრუდდება. ამიტომ სთხოვს უფალს, რომ არ დაეკარგოს გულიდან მისი სახსოვარი. უნდა გაგახსენოთ, რომ ადამიანი არის შექმნილი ღვთის მსგავსებად და ხატებად, რაც იმას ნიშნავს, რომ ღმერთმა ადამიანს მიანიჭა უკვდავი სული. როგორც ვიცით, ქრისტიანებს გუჯერა იმისა, რომ სხეულის გარდაცვალების შემდეგ სული გააგრძელებს მარადიულ სიცოცხლეს. ესე იგი, უკვდავი სული მიანიჭა და ამავე დროს თავისუფალი არჩევნის უფლება. ადამიანს შეუძლია აირჩიოს კეთილი ან ბოროტი. ოღონდ ამ არჩევანს იმის მიხედვით აკეთებს, მის გულში რამდენად დიდი არის სიყვარული. და პოეტიც სწორედ ამას თხოვს, რომ სიყვარული არ მოაკლოს უფალმა მის გულს და მისი ხატი და სახსოვარი არ დაიკარგოს მისი გულიდან, რადგან ერთადერთი იდეალი ადამიანისათვის შეიძლება იყოს ღმერთი და მისი ცხოვრება. ყოველთვის სჭირდება კაცს მისაბაძი, თუ როგორ გაიაროს ეს გზა, როგორ გაუკლავდეს სიძნელეებს და სახარებებში, იმ 4 სახარებაში, რომლებიც ჩვენ გადმოგვეცა მოციქულთაგან, აღწერილია სწორედ ის გზა, რომელიც უნდა გაიაროს ადამიანმა. ეს გზა, რა თქმა უნდა, ძნელი და რთულია. როგორც თვითონ ქრისტე ამბობს, ძნელია რწმენითი ცხოვრება. ეს გზა გავს ვიწროს, მაგრამ ამას მიხავხარ სასუფევლისაკენ. მაგრამ სამაგეროდ იოლია გზა, თუ კი შენ სურვილებს ახვევი და იცხოვრებ ისე, როგორც მოგესურვება. ეს გზა ფართოა, მაგრამ მას დაღუპვისაკენ მიყავხარ ჯოჯოხეთისკენო. პოეტის თხოვს უფალს, რომ გულს ნუ გაუტეხს ტანჯვაში, ის ამბობს, მამყოფე შეუდრეკლადა. შეუდრეკლობა ნიშნავს სიმხნევეს, სიმტკიცეს, იმისათვის, რომ გაუკლავდეს ათასგვარ მაცდურს, ათასგვარ მგელს, რომელიც ხშირად ცხრის ტყავით შემოსილი გვხვდება ჩვენ ცხოვრებაში.
ძალიან გავს ვაჟა-ფშაველა თავისი დიდი რწმენით დავით გურამიშვილს, რომელსაც ერთ ლექსში ის თავის დიდ პაპას უწოდებს, რადგან სულიერ მემკვიდრედ მიაჩნია თავი დავით გურამიშვილის სულიერ მემკვიდრედ. როგორც ვიცით, გურამიშვილის დავითიანი ერთი დიდი გრძელი ღაღადისი აქვს ის მიმართ აღვლენილი და ვაჟა-ფშაველაც თავის პაპას ბაძავს თითქოს და ცდილობს რომ თავისი შემოქმედება გაჟღითოს ამ დიდი რწმენით და მას სურს რომ მუდამ ხიზლობდეს და იყოს დაჩაგრულების მცველად. წუთი სოფელი ისეთია, რომელიც ადამიანს დაკარგავს ხოლმე ამ ათასწლოვან საზრუნავში და მიაძინებს. სიფხიზლე არის ძალიან მნიშვნელოვანი. სიფხიზლე განაპირობებს ადამიანის მოძრაობას, ადამიანის ფიქრს. როგორც გახსოვთ, სახარებაში წერია, რომ იფხიზლეთ, იმიტომ რომ არავინ იცის, როდის მოვა უფალი. აქ მინდა გაგახსენოთ უგუნური ქალწულების შესახებაც. იგავი, რომელთაც წინასწარ მოიმარაგეს, რომელთაგან 10 ქალწული იყო, რომლებიც მოელოდნენ სიძეს. სიძე საღვთისმეტყველო სწავლებით არის იგივე იესო ქრისტე. და ეს 10 ქალწული იყო მოლოდინში, რომ უნდა მოსულიყო სიძე, მაგრამ 5-მა მოიმარაგა ზეთი, რომ ლამპარი მუდამ ანთებული ჰქონოდათ. სიმბოლურად ეს ნიშნავს, რომ ადამიანი მუდამ-მუდამ ცდილობდეს, რომ მისი რწმენა იყოს ცოცხალი, მუდამ-მუდამ აკეთებდეს კეთილ საქმეებს და მადლით აღავსებდეს თავის გულს. მეორე 5-მა ქალწულმა კი არ მოიმარაგა ზეთი და ერთვენიერ ღამესაც გამოჩნდა სიძე. 5 ქალწულს აღმოაჩნდა ლამპარი ანთებული და ისინი შეიყვანა ქორწილში, ესე იგი სასუფეველში, მაგრამ დანარჩენ 5-ს არ აღმოაჩნდა ანთებული ლამპარი და ისინი დარჩნენ სასუფეველის მიღმა. ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგად იცის ვაჟა-ფშაველამ და ამიტომაც ღმერთს სთხოვს მუდმივ სიფხიზლეს, რათა ის არ დარჩეს სასუფეველის კარს მიღმა, რადგან არავინ არ იცის, როდის მოვა ჟამი გარდაცვალებისა. შემდეგი სტრიქონები ლექსის არის საოცრად შთამბეჭდავი. ბალახი ვიყო სათიბი, არა მწადიან ცელობა, ცხრადვე მამყოფე ისევა, ოღონდ ამშორდეს მგელობა. ძალიან ძნელია, რომ ადამიანმა წარმოიდგინოს თავი ბალახად, რომელსაც ცელი გათიბავს. ალბათ უმრავლესობას ურჩევნია, რომ თვითონ იყოს ცელი. ესე იგი, აქ დგას ასეთი პრობლემა. მსხვერპლად ჯობია ყოფნა ცხოვრებაში თუ ჯალათად. მსხვერპლად ყოფნა, რა თქმა უნდა, დიდ ტანჯვას ედარება, მაგრამ სამაგეროდ ჯალათი მოხდება ჯოჯოხეთში და განისჯება ის თავისი ჯალათური საქმეებისათვის. ხოლო ბალახობა, ბალახად ყოფნა ნიშნავს უცოდველობას, უმციკლოდ ყოფნას, წმინდად ცხოვრებას. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი ტვირთი არის, ძალიან ძნელია, მაგრამ ვაჟა-ფშაველას ურჩევნია, რომ იყოს უცოდველი და ის ჯალათმა, როგორც მსხვერპლი, გასრისოს, მოკლას, მაგრამ ეს იქნება მისი მხოლოდ ხორციელი მოსპობა და მისი სული პირიქით გაიზრდება, იხარებს და იშვებს მარადიულად. მართლაც არ შეიძლება ეს სტრიქონები წაიკითხო და როდესმე დაგავიწყდეს. თუმცა ერთია, როდესაც მოგწონს ლამაზად გამოთქმული აზრი, ხშირადაც იმეორებ, მაგრამ მეორეა, რამდენად შენ ახორციელებ ამას ცხოვრებაში. ვაჟა-ფშაველა არ იყო მხოლოდ ლამაზ სიტყვებს და ლამაზ აზრს გამოკიდებული. ის ცხოვრებაშიც მართლაც ასეთი ადამიანი იყო, ხშირად დაჩაგრული, მაგრამ მაინც მუდმივად ფხიზელი, მუდმივად მტკიცე და მუდმივად სამართლიანობისათვის მებრძოლი. თავისი პოეზიის უმთავრეს მიზნათაც ეს მიაჩნდა, რომ შესწეოდა დაჩაგრულებს. ის მწერლობა საერთოდ მიიჩნევდა ადამიანის მკურნალად. რა თქმა უნდა, მას უნდა ემკურნალა უპირველესად ადამიანის სულისათვის. და როგორც ვიცით, თუ სული იქნება ჯანმრთელი და ჯანსაღი, მაშინ მისი სხეულიც იქნება ჯანსაღი. სულიერი სიჯანსაღე განაპირობებს ხორციელ სიჯანსაღესაც და უპირატესი და უპირველესი, რა თქმა უნდა, არის სწორედ სულიერი სიჯანსაღე. არ წამიხდინო მეუფევ ეს ჩემი წმინდა ხელობა, ევედრება პოეტი უფალს. წმინდა ხელობა, რა თქმა უნდა, არის წერლობა. ილია ჭავჭავაძის პოეტი რომ გავიხსენოთ, ან ილია ჭავჭავაძის სხვა ლექსები, ჩემო კალამო, აკაკის პოეტი და სხვა. ამ ლექსებში წარმოჩენილია წერლობა როგორც წმინდა ხელობა. წერლობა რეალურად არის ღვთის სიტყვის ქადაგება
წერალი მოწოდებულია იმისთვის, რომ ღვთის სიტყვა მიიტანოს ხალხამდე, რადგან როგორც ვიცით, არა მხოლო პურითაც ხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისაგან ღვთისა, ადამიანს სჭირდება სულიერი საზრდო ამ ცხოვრებაში. მხოლოდ საჭმელი და სასმელი არ განაპირობებს მის სიცოცხლეს, რადგან ეს იქნება მხოლოდ სხეულებრივი ყოფა და მხოლოდ სხეულებრივი ყოფა ადამიანს ხშირად ლეშს ამსგავსებს, რაც რა თქმა უნდა მიუღებელი არის ვაჟა-ფშაველასთვის და ამიტომაც თავისი შემოქმედებით ის ცდილობს, რომ დააპუროს თავისი მკითხველი. ჩემო კალამოში მინდა გაგახსენოთ, როგორ ამბობს ილია ჭავჭავაძე, რომ ჩვენ წმინდა სიტყვა უშიშარად მოვფინოთ ხალხში ბოროტ საკლავად. მათ სულხდომის სეირს ვუყუროთ. ილიას ჯეროდა, რომ წმინდა სიტყვას შეეძლო ბოროტების მოკლა და ეს ტრადიციით, ასე ვთქვათ, მემკვიდრეობით გადაეცა ვაჟა-ფშაველასაც. მე მინდა გაგახსენოთ, რომ როდესაც ვაჟა-ფშაველა პირველად გაიცნო ილია ჭავჭავაძემ მის რედაქციაში, როდესაც მივიდა, ასეთი რამ უთქვამს იაკობ მასვეტაშვილი იგონებს, რომ ახლა ჩვენ ძველებმა კალამი გვერდზე უნდა გადავდოთ და ვაჟა-ფშაველას დაუთმოთ გზაო. ის გრძნობდა, რომ ვაჟა-ფშაველას სახით მოდიოდა პოეტი, რომელსაც შეეძლო, რომ ერს წინ წასძღოლოდა და ერისთვის მართალი და წმინდა სიტყვა ეკადაგებინა. და ვაჟა-ფშაველას შემოქმედება მართლაც ამისი დასტურია. გულს ნუ გამიქრობ ლამპარსამ ნათობსა ტრფობის შეშიდა. ვაჟა-ფშაველას აზრით, ადამიანის გულში ჩაუქრობლად უნდა ენთოს ცეცხლი, ოღონდ ეს უნდა იყოს სიყვარულის ცეცხლი. ადამიანი გავს ერთგვარად მითოლოგიურ ფრინველს, ფენიქსს, რომელსაც შეუძლია დაფერფლა და თავისი ფერფლიდან აღდგენა. ასე უნდა იფერფლებოდეს ამ დიდი სიყვარულის კოცონზე პოეტი და შემდეგ ის აღდგება კიდევ ახალი ძალით ამ სიყვარულისვე საქადაგებლად. ნუმავლევ ქვეყანაზე და გაცივებულის ლეშითაო. წეღანაც აღნიშნე, რომ ლეშად იქცევა ადამიანი მაშინ, თუ მასში ეს სული ჩაკვდება. ვაჟა-ფშაველას აქვს არაჩვეულებრივი ლექსები ამ თემაზე, რა თქმა უნდა, მაგრამ მე მინდა გაგახსენოთ კაი ყმა. ამ ლექსში წარმოჩენილია ის თვისებები, რომელიც კარგ ყმას უნდა ახასიათებდეს. ის უნდა იყოს თავდაბალი, ის უნდა იყოს პირველ რიგში მებრძოლი, ის უნდა იყოს სახელზე ზრუნველი, ის არ უნდა ფიქრობდეს ქონებაზე, მას არ უნდა ეშინოდეს სიკვდილისა, მას მხოლოდ შერცხვენა უნდა აკრთობდეს და იქ ვაჟა-ფშაველა ლექსის ბოლოს ასეთ რამეს წერს, ძალიან მტკივნეული სტრიქონებია, მიმოიხედავს თითქოს გარშემო და თავის თანამედროვეებში კარგ ყმებს ვეღარ ხედავს და ასე მიმართავს, თქვენ არ ახართ კარგი ყმები, არა თქვენ სადიაცენო, რო ძროხებივით ზღებითა, ღამე მაძღრებით დაწვევით, დილით მშივრები სდგებითა, უქმად ჩამაჰლევთ სიცოცხლეს, უქმად საფლავში წვებითა, არიცით დაჩნდით რისა და ანდა რისათვის კვდებითა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან როგორც გითხარით, ისეთი ტკივილი სავსე სიტყვებია და ახლობით იმას გავს აკაკი წერეთელმა, რომ უთხრა საქართველოს ფურთხის ღირსი ხარ, შენ საქართველოო, მაგრამ ხანდახან პოეტები თავიანთი სამშობლოს, თავიანთი ხალხის მიმართ იყვნენ ასეთი მკაცრებიც, რათა სწორედ ამ მკაცრი სიტყვით გამოეფხიზლებინათ ისინი იმ ძილისაგან, რომელშიც ისინი ჩაცვივდებოდნენ ხოლმე უმოძრაობისაგან და ვაჟა-ფშაველას თხოვს თავისი სატფოსთვისაც. სატფო აქ არის, რა თქმა უნდა, რეალური ადამიანიც და უპირველეს ყოვლისა მისი სამშობლოც, რომ მასაც არ დაუკარგოს სიყვარულის ძალა და აქ არის არაჩვეულებრივი სტიქონები, ერთი შეხედვით თითქოს პარადოქსული. ყოველ ადამიანს სურს, რომ იყოს ბედნიერი, იყოს ტანჯვას განიდებული, მაგრამ ნახეთ ვაჟა-ფშაველა როგორ წერს, დაწერე ფიქრი ღრმა მწვავე ჩემი გონების საბანზე, გონებას ფიქრის ტანჯავდეს გულს, ცეცხლის წვავდეს ძლიერიო და მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეძრწუნებულიო. ადამიანს ადამიანად აქცევს უპირველეს ყოვლისა ფიქრი. ის კი არა და ვაჟა-ფშაველა მთელ სამყაროს მოიდგენდა როგორც ცოცხალს და როგორც ფიქრით სავსეს. მე გაგახსენებთ თებზე როგორ ამბობს თებსა და ნისლზე, ნისლი ფიქრია მთებისა, იმათ კაცობის გვირგვინიო და თუ კი მთების ღირსებას განაპირობებს ფიქრი, რომელიც ნისლად არის გადმოდენილი, მით უმეტეს კაცისას, რომლის კაცობას უნდა სწორედ განსაზღვრავდეს ფიქრი და როდესაც ადამიანი ფიქრობს, რა თქმა უნდა, ის ზრუნვით არის შეპყრობილი, ზრუნვით ფიქრი
აკრით იმაზე თუ როგორ დაუახლოვდეს უფალს, როგორ გაიაროს გზა ამ სოფელში ღირსეულად და ეს რა თქმა უნდა მის ტანჯვას იწვევს. ვაჟა-ფშაველასთვის მთავარი კი ეს არის, რომ ღვთის წინაშე წარდგეს პირნათელი, რადგან მას ნიჭი პოეზიისა, ღმერთთან ლაპარაკისა იმისთვის მიეცა, რომ თვითონ იყოს სამაგალითო ამ ცხოვრებაში, თვითონ იყოს წმინდა სულით ახსილი. და არ იყოს მისი სიტყვები მხოლოდ ფუჭი, უქმი და ცარიელი. მე ერთხელ კიდევ გეტყვით, რომ ვაჟა-ფშაველას მთელი შემოქმედება და მთელი ცხოვრება დასტურია იმისა, რომ ის იყო ღვთის გზაზე შემდგარი ადამიანი და სიყვარულის ქადაგებელი. გმადლობთ ყურადღებისათვის.